პირველ რიგში ის თემა, რაც მე წარმოგიდგინეთ და რაც გაგიზიარეთ. Გიორგი, თანხმობა უნდა ავიღო მაშინ ბალამეცკა, იმიტომ რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა. ჩვენ გვაქვს დამტკიცებული თანმიმდევრობა. დებატები რო იყოს, მე უნდა ჩავერთო, ასე შემთხვევაში გადაწყვიტეთ ეგ საქმე და რეგლამენტით პრინციპში პარლამენტის თანხმობაც არ არის ამისათვის საკმარისი, გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით ზუსტად არის დადგენილი დებატების პროცედურა. Შენ გამოდიან ეს ცოტა სირთულეს ქმნის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატებში, როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებებზე, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით გარკვეულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ თუ რაიმე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ ეს თემა და მომეცით შესაძლებლობა დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები და მეც გამაჩნია პასუხები. აქ დაისვა კითხვები. იმასთან დაკავშირებით ცოტა ესეთი აბსტრაქტული კითხვები, რატომ ეს არ გავაკეთე, რატომ ის გადაწყვეტილება არ მივიღე, მომეცით შესაძლებლობა შევიდე დებატებში პატივცემულ დეპუტატებთან. თუ რამე პროცედურული საქმე არის გასაკეთებელი, გავაკეთოთ. თქვენ გექნება დასკვნითი სიტყვა და ბუნებრივია ყველა დასკვნითი პასუხს მე დავასრულებ. ეხლა მე მომეცით შესაძლებლობა ბატონო გიორგი. გავიგეთ, გადაწყვიტეთ ისე, რომ პრეზიდენტს კონდეს შესაძლებლობა დებატებში ჩემი მოვალეობა რეგლამენტის დაცვა. რაც შეეხება დებატების წესს, დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როცა თქვენი მეგობარი ბატონი სურაბ-ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე, იმის შემდეგ ეს წესი არის უცვლელი. და დებატები არა მხოლოდ პრეზიდენტის მე არ მახსოვს რომ პრეზიდენტს არ ქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ გააკეთეთ ცვლილება ისეთი, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა წინააღმდეგ შემთხვევაში, აი ასე უბრალოდ მოსმენა და დასკვნითი სიტყვაში ვიტყვი თუ შუაში ვიტყვი, ეგ ჩემი გადასაწყვეტია. შეიძლება დასკვნითი სიტყვა საერთოდ არა ვთქვა და შევიდე დებატებში პატივცემულ დეპუტატებთან. ბატონო გიორგი, დებატების შესაძლებლობა. რას საკეთებთ ბატონო გიორგი, იმიტომ რომ თქვენ მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მე განმარტავ და მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს. მე დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იგივე სიტყვიან. ბატონო გიგა, ბატონო გიგი